ვაიმე რა გადავრჩი. Всё, ამ კამერას აღარ გავტესტავ. მორჩა ვიდეო. მე ხო ვიდეოს გადასაღებად ყოველთვის კარგ დღეს ვარჩევ ხოლმე. ახლაც ქარიანი დღე ამოვარჩიე. ალბათ ყველას გახსოვთ, როდესაც გითხარით, რომ ძალიან მინდოდა ბაიკზე ჩემი პირველი ნაბიჯების გადაღება. თუმცა ამისათვის საჭირო კამერა არ მქონდა. ასე რომ გავაწყვიტე, რომ ახლა რითაც ვიღებ, ეგ კამერა დამემაგრებია ჩემს ბაიკზე და რაც მოხდა, მაგას ნახავთ ვიდეოში. მე დაიცოდეთ როგორ დავამაგრე ჩემი კამერა. აი, ძალიან ვფრთხილობ, რომ არ გამიფუჭდეს ან არ მოწვეს. ახლა ამას აქ ჩავაგდებ. ასე, იმედია ძალიან არ იყანყალებს და არ მომივარდება. ჩემი პირველი გასეირნება კამერით. ნახოთ, ძალიან ნელა უნდა ვიარო. რომ გავტესტოთ ძალიან ნელა, თორე აი ისი ამაგრია კამერა, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს ჩვეულებრივ, რავი, გაძვრეს. ცოტა გავახუროთ მოტო, ძლივს დავაყენე. წარმოუდგენა არ გაქვთ როგორ აყენია. მე გაჩვენებთ. კაი, მოდი წავიდეთ და ვნახოთ. თავარი არის რომ არ გაძვრეს. ნელა დავდივარ ზაკასად. შემოსახულებში მეშინია რომ არ გაცურდეს. აუ რა მაგარია. აუ არა ძალიან ყანყალებს და მეშინი არ მოძვრეს თორე. $700 მენანება თორე რა, სხვა კი არაფერი. არა, ჩავარდა კამერა ჯანდავა. ვიცოდი რომ რაღაც ეგეთი დაიმართებოდა. არა და მეგონა კარგად იყო დამაგრებული. არა და კარგად და მოჭიმული, რატო გაძვრა? აუ აბა ახალცადოთ. ერთხელაც და всё, თუ კიდე გაძვრა, მაშინ ესე იგი არ ყოფილა რა ჩემი ბედი კამერით გადაღება. არა ვა ეს რა იყო ბიჭო ვაიმე რა გადავრჩი ხელში დავიჭირე კიდე კარგი всё ამ კამერას აღარ გავტესტავ მორჩა ვიდეო ახლა ის რა შიში უჭამე როგორ გაძვრა ახლა განახებთ რაზე იყო დამაგრებული ამას შეხედეთ ეს რა არის? აი ამ რაღაცაზე. შეხედეთ. აი ეს რაღაც ამ რაღაცას ეკავა. აი ამ რაღაცას. всё, სანამ აქ დასაწეპებელს არ ვიყიდი, მანამდე შანსი არ არის. ვიდეოს ვერ გადავიღებ. რა შიში უჭამე? კარგი, მორჩა ვიდეო. დიახ, კამერა მოძვრა, რამაც ძალიან შემაშინა, ასე რომ წავედი GoPro Georgia-ში. რომ მეთქი იქ მაინც იყოს ისეთი რამ, რითაც დავამაგრებდი ამ ჩემ Osmo Pocket 3-ს. თუმცა იქ მითხრეს, რომ ეს კამერა არ გამოდგებოდა მოტოსთვის, რადგან ეს კამერა მოტოს ვიბრაციას ვერ უძლებს და დიდი ალბათობა იყო იმის, რომ ეს კამერა გაფუჭებულიყო. და ნამდვილად არ მინდოდა, რომ ესე მომხდარიყო. კი მითხრეს, რომ შეგვიძლია დაგიმაგროთო, მაგრამ თუ გაფუჭდებოდა არ მინდოდა, ასე რომ უარი ვთქვი. თუმცა მაინც გადავიღე ნაწყვეტ რაღაც ვიდეოები, რომელსაც ახლა გაჩვენებთ. მოკლედ, მოდი ამ მიკროფონს აქ ჩავდებ. ასე. ახლა გამოვედი გარეთ. იმ დღის მერე გავიდა რამოდენიმე დღე და ეხლა ვარ გამოსული. უნდა წავიდე ვაჟას ხიდზე. მოტოთი მინდოდა რომ ავსულიყავი და ეს ყველაფერი მინდოდა რომ გადამეღო. ხო და ვერ ვახერხებ გადაღებას ვერანაირად. აგერ მოტოთი ვარ გამოსული, თუმცა ბოლოს რაც ნახეთ, მაგის მერე ამ კამერის დამმაგრებელი მე ამაზე არ ვარ. GoPro Georgia-ში ვიყავი, რომ რამენაირად ეს Osmo Pocket 3 დამემაგრებია, მაგრამ მითხრეს რომ არ ვარგაო, არ შეიძლებაო მოტოზეო ამის დამაგრებაო, რადგანო ჭებსო შესაბამისად ეხა მიწევს რომ უბრალოდ ვიარო ვერ ვიღებ ჩემ პირველ ნაბიჯებს ასეთ შორგზაზე პირველად მივდივარ თუმცა რა გავაკეთო სხვა გზა არ არის ასე რომ როდესაც ხიდთან მივალ იქიდან გადავიღებ ვიდეოს რადგან წელს ვამბობდი რომ ამ ხიდზე უეჭველი მოტოთი მოვიდოდი და მოტო ვიყიდე და ეხა დადგა ის დრო რომ მოტო იქა ვიყვანო ასე რომ წავედით მოკლედ უკვე როგორც ხედავთ ვაჟაზეც მოვედით ეს თმები დღეს შევიჭერი ასე რომ არ შემიჩნიოთ და ახლა ველოდები კურსელს რომ გამოვიდეს რადგან მარტო გასვლა არ მინდოდა თუმცა კურსელს ვერ გამოვაჩენ ვიდეოში რადგან ვიდეოში გამოჩენა არ უნდა და ამას დავადე შემთხვევით ხელი და ცხელია არ დაგიმართოთ ეგეთი რაღაც ბუჩიტელს ხელი არ დაატო დამწვალა ალბათ იტყოდით რომ უკან თუ მოისვავო იმან გადაიღოსო მაგრამ უკან არ ვისვავ სამწუხაროდ რადგან მეორე ჩაფხუტი არ მაქვს 5 წუთზე გამოვალ და უკვე 10 წუთია ველოდები მოკლედ მოვედი თუმცა
აი ძალიან ბევრი ხალხი. ჩემი კურსელი ავტობუსით მოდის, თუმცა ფარაგზა იყო. მეორე ჩაფხუტი როცა მექნება, იმასაც ვატარებ ხოლმე. წუთი-წუთზე მოვა, თუმცა მოტოს ვერანაირად ვერ ავიყვან ხიდზე, რადგან ძალიან ბევრი ხალხია. ამას შეხედეთ, რამდენი ხალხია. თუნდაც ეს მანქანები, ნახეთ. და მოტოთიც მარტო მივარ, დაპონტია. მოკლედ, რამენაირად უნდა მივიქციო სპონსორების ყურადღება. მაგალითად GoPro Georgias-ი, რომ კამერა მაჩვიქონ, ანუ ვიღაცა მჭირდება, ვინც დამასპონსორებს, რომ მოტო ვლოგები გადავიღო და არ ვიცი ხმა როგორ მივაწვდინო. ასე რომ თქვენ დამიჭერეთ მხარი ლაიქებით, იქნებ თუ ძალიან ბევრი ლაიქი ქონდა ვიდეოს, შემამჩნიონ და რამით დამასპონსორონ ნებისმიერი კამერით, რომელიც მოტო ვლოგისთვის გამომადგება. GoPro, ან Insta360, ან DJI, არ აქვს მნიშვნელობა, DJI-ის action კამერაც ძალიან კარგია, რომ რამენაირად ჩემ ხელში აღმოჩნდეს. ასე რომ ეს ვიდეო დაალაიქეთ თუ გსურთ მოტო ვლოგები. იქნებ რომელიმე სპონსორი გამოჩნდეს და რაიმე კამერა დავიჭრიოთ. მოტო ვლოგებს ძალიან ხშირად შემოგთავაზებ თუ ეს ვიდეო ავა 3000 ლაიქზე. 3000 ლაიქი და მოტო ვლოგებს ძალიან ხშირად შემოგთავაზებ. ყველანაირად ვეცდები რამენაირად გადავიღო. ჩემი კურსელიც მოვიდა, თუმცა ვიდეოში გამოჩინა არ უნდა ასე რომ მარტო მე ვიქნები ისევე და ხო, როგორც გითხარით, ძალიან ბევრი ხალხი ასე რომ ვერაფერს ვერ ვიზავ. იქ ვერ ავიყვან მოტოს, რადგან მართლა ძალიან ბევრი ხალხია, ბავშვები არიან და ასე შემდეგ. თუმცა აქამდე ხომ მოვედი, რაც მთავარი აქამდე ხომ მოვედი და კიდე ხშირად მოვალ აქ, ამ ხიდზე. მოკლედ, აქვს ვარ ჩემთვის ხიდზე, ძალიან კაი ხედია და პატარა ბავშვი მოდის, აი ამას ანადგურებს და ესე ყავს მაძლევს. აი რა საყვარელი ბავშვი იყო. ამას ვინ ჩივის? ნახეთ, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. მადლობა კიდევ ერთხელ ვინც იყავით. და ახლა უკვე მალე წავალ სახლისკენაც, რადგან უკვე ღამეა და ძალიან ღამეც არ მინდა რომ სახლში წავიდე. თქვენ კი არ დაგავიწყდით ვიდეოს დალაიქება და ჩემი არხის გამოწერა და ყველა ძალიან დიდი მადლობა 50000 გამომწერისთვის. ამ ვიდეოს თუ ავიყვან 3000 ლაიქზე, ვეცდები რომ რამენაირად GoPro DJI-ის action კამერა ან Insta360 ან ვიყიდო, ან კიდევ ვინმე დამასპონსოროს. ხო, ნუ რიგო არ იქნება ვინმე სპონსორი თუ გამოჩნდება, მარტო თემუსი მე და თქვა ვიქნები მთელი ცხოვრება. მაგდის მერე კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა და გადავწყვიტე რომ ჩემი მოტოსთვის მეყიდა ჯაჭვის საპოხი და საწმენდი. სადაც ჩემი ძმაკაცი გავიყოლებ. ეხლა გამოვედით მე და ჩემი ძმაკაცი ნიკა, აი იყავს გასაკეთებელი. მე თან ჯაჭვის საპოხი და საწმენდი ვიყიდე და ესოს მაგარ წვენს. აი ეს არის ჩემი ბაიკი და ეს არის ნიკოლოზის ბაიკი და ფარი აქვს გასაკეთებელი. ეს რა ვიყიდე მაგას რატო არ აჩვენს წყალს, ხო, ახალი სიყიდა, ჩაფხუტის სახეზე გასაკეთებელი. დაიკეთე ერთი. გარე, მოიცარცაია წვენს სოჯიგარო. როგორია? ფანტასტიკური. პირველად ნახე მეც ესეთი სასმელი. ცუგა. მერე გაჩვენებთ როგორი საპოხი და საწმენდი ვიყიდე. რა მიგაცემინა მაგაში შეჩემა 700 ლარი, გიჟი ხო არა? დოლარი. რა დოლარი? დოლარი რა. ნიკა მეუბნება თემუს რისთვის არეკლამებ, ბრო აიღო ესეთი რაღაცა მაგდაკვა. რას ვიზავთ. მოკლედ მეკითხება რომ ეს კამერა რა ღირდაო რა და მეთქი 700 დოლარი თქო. იასნია 700 დოლარს უფრო სწორად, вообще რატომ ისწევ? ცენზურა ცუდია რო დაცული შეს ვიდეოებში. შეგიძლია დაარგო, ტუტულებს დავალებ. დავადე. Original, das ist fantastisch, überraschend, Hauptsparlebis gefallen. ისე რო იცოდეთ, მე და ამას გვაქვს რაღაც 1 წლის წინ გადაღებული, თუ 2 წელი გავიდა უკვე. ქუთაისის ვლოგი, რომელსაც არმადებიებს. ვის დადებს პოზიო. ანუ იმენა არმადებიებს ეს და კიდევ ჩემი ორი ძმაკაცი ვიყავით წასულები ქუთაისში და ეგ ვიდეო არის YouTube-ის დრაფტებში და ვერდებ. იმიტომ რომ ამათმა უარი განაცხადეს ყველა ბიჭმა ვინც ვიყავით წასულები უარი განაცხადეს რომ ეგ ვლოგი დადებულიყო. შევთანხმდით იმაზე რომ წავიდოდით ჩვენ პონჩი რაღაცა ვლოგს გადავიღებდით და შენ ბიჭო ისეთ რაღაცებს დაჟე მე მითხრეს რომ წამოდიო შენც ვლოგი გადაიღო თვითონ მითხრეს და მე გადაგიღო შენთვის ძმა ჩვენ რას გვიღებდი თვითონ თქვეს რომ წამოდი გადაიღეო და ბიჭო წამოდი გადაიღე მაგრამ ჩვენ რა შუაში ვარ ძმა წადი და გადავიღე ხალხს იჩე თვითონაც იღებდნენ და ბოლოს მითხრეს რომ არაო არ დადო იმიტომ რომ ისეთები გაკეთეს რომ მაგას ვიდეოში ვერ გამოვაჩენდი ფაქტობრივად არა და დაუბლარე ყველაფერი რაც ცუდი იყო და ტუბით დავოდი ეს არის ჯაჭვის საპოხი ეს კი ჯაჭვის საწმენდი ეს კი ჩოთქი კაი ყურძენია შეშა ოჩხ
და აი ასე დავზეთე მოკლედ ჩემი ცეპი და გავწმინდე. ძალიან ბევრი ისეთი მომივიდა მგონი თან ლურჯია. ასე დამგვარად გავწმინდე და დავზეთე ჩემი ჯაჭვი. ახლაც კი ძალიან კარგადაა დაზეთილი. ძალიან მალე ალბათ ზეთის შეცვლაც მომიწევს. პირველად ვცვლი ზეთს ასე რომ მირჩიეთ თუ სად შევცვალო. ვიცი რომ ძალიან ბევრი ითხოვდით რომ მოტოლოგი გადამეღო, თუმცა კამერა არ მიწყობდა ამისთვის ხელს და გადავწყვიტე რომ ასეთი პატარა და საინტერესო ვიდეო შემომეთავაზებია თქვენთვის. იმედი მაქვს რომ მოგეწონათ, თუ მოგეწონათ აუცილებლად დალაიქეთ და აკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.